საკმაოდ კაი კონცერტი იყო. გადმოგვედა ჩვენს ეს ემოციები, ხო? მაიკო ჭაფაძემ კი ამჯერად ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლა თბილისის ფარგლებში, იქ იშვიათი ჯიშის სცენარების გამოფენაა დაგეგმილი. დილამშვიდობისა მაიკო. დილამშვიდობისა, მოგესალმებით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან ტროპიკულ ორანჟერიაში ვიმყოფები, სადაც მუდმივად ზაფხულია და აქ ტემპერატურა 18 გრადუსზე ნაკლები არასდროს არ არის. ბოტანიკური ბაღი პირველად უერთდება თავისი არსებობის ისტორიაში თბილისობის დღესასწაულს და ქალბატონ ნინო გოცაძესთან გადავინაცვლებ, რომელიც გახლავთ ბოტანიკური ბაღის დირექტორი. დილამშვიდობის, მოგესალმებით. ქალბატონ ნინო, იმ პროგრამის შესახებ რო გითხრათ, რასაც თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში სთავაზობთ, აქ მოსულ სტუმრებს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს თბილისობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება რაღაც სპონტანურად მოხდა, იმიტომ რომ მე მოგეხსენებათ ახალი მოსული ვარ ხელმძღვანელად და ერთობლივად მოვიფიქრეთ, რომ ესეთი დიდი ღონისძიება იგეგმება თბილისობის და რატომ არ შეუერთდეთ ჩვენ. ამისთვის თბილისის მერიას ვთხოვეთ თუ შეგვეძლო რომ მიგვეღო მონაწილეობა, რა თქმა უნდა მხარდაჭერა მივიღეთ. და პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, ეს იყო რომ 2 დღის მანძილზე შაბათობა მოვაწყოთ და გავიტანეთ 400 ტონა ნარჩენები, ნაგავი. ეს იყო პირველი ეტაპი თბილისობის ღონისძიებაში. ანუ დავასუფთავეთ, ასე ვთქვათ, ბაღის ტერიტორია. და ახლა გადავწყვიტეთ, რომ თბილისობის ღონისძიებაში რამოდენიმე სხვადასხვა ესეთი ეტაპი დავგეგმეთ. პირველი რაც იყო, ტროპიკული მცენარეები უნდა ვაჩვენოთ სტუმრებს. აქ ხედავთ თქვენ თვითონ რამდენი ულამაზესი სახეობის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი მცენარეებია, ზოგი ნაჩუქარი, ზოგი ნაყიდი, ზოგი გაცვლითი პროგრამით წამოღებული. დაახლოებით 40 სახეობის მცენარეს გავიტანთ და სტუმრებს ვანახებთ. უფასო იქნება აქ შემოსვლა 2 დღის შაბათს და კვირას 10 საათიდან 6 საათამდე ნებისმიერ სტუმარს შეუძლია უფასოდ მობრძანდეს და ათვარიელოს ბაღის ტერიტორია დადგმეს ამ სილამაზით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. გარდა ცოცხალი ყვავილებისა გვექნება კიდე თაიგულები და კომპოზიციები. ქალბატონი ნანა ამზადებს კომპოზიციებს. დავინაცვლებ სწორედ ქალბატონ ნანასთან, რომელიც გახლავთ ტროპიკული ორანჟერიის გამგე, რომელიც დაახლოებით 50 წელზე მეტია აქ მუშაობს და ყველა მცენარეს გრძნობს და ყველაფერი იცის მათ შესახებ. დილამშვიდობისა ქალბატონ ნანა. დილამშვიდობისა. რო გითხრათ იმ მცენარეების შესახებ, რაც აქ არის წარმოდგენილი და ყველაზე სათუთი მცენარე რომელი? აქ თითქმის წარმოდგენილია ტროპიკული ქვეყნებიდან მცენარეები. წარმომადგენლები. არის სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია, ინდონეზია. ქალბატონ ნანა, როგორი მოვლა ჭირდებათ ამ მცენარეებს, თითქმის აქ 1200 სახეობის მცენარეა და თვითონ მცენარეს უნდა ინდივიდუალური მოვლა. და არის განსაკუთრებულად ესენი მრავლდებიან ვეგეტატიურად, ზოგი კალმით, მაგრამ გვაქვს ერთი სასწაული მცენარე, რომელსაც კალანხო ექვია. მოდი ვაჩვენოთ ხო? აი ეს გახლავთ. როგორი ლამაზია და როგორი ტყავისებურია ისეთი სქელი. როგორ მრავლდება? ეს მრავლდება ვეგეტატიურად, მაგრამ როგორ იცით, განავჭრით კალამს. აი თვითონ ფოთოლს ნახეთ. აი შეგვიძლია აი ეს ფოთოლს ჩამოვკიდებთ ხოლმე აი ასე და მე ყუნწთან ინვითარებს პატარა შვილებს 5, 10, 20 და თვითონვე ფესვები აქვს ჩამოკიდებული, უკვე ცოცხალი მცენარეა და თავისუფლად შეგვიძლია გადავიტანოთ გრუნტში და მივიღოთ ახალი მცენარე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნანა, დაგემშვიდობებით, ეს ისეთი თემაა, რომელიც ძალიან კარგად უნდა გაიშალოს და ვუამბობთ ამის შესახებ მაყურებელს, სამწუხაროდ რო არ დაგვრჩა ამდენი. მე დაგემშვიდობებით, დავამშვიდობთ ჩვენ მაყურებელსაც და ყველას მოგიწოდებთ ამ უქმეებზე ეწვიოთ ბოტანიკურ ბაღს, სადაც ესეთი სილამაზე დაგხვდებათ, ასევე წარმოდგენილი იქნება კომპოზიციები. თქვენ კი დაგველოდეთ, რადგანაც მომდევნო საათში უკვე ავტომუზეუმს დაგათვალიერებინებთ.